აბა მოდით სწრაფად გავიაროთ თუ რატომ გველოდება კრისტალბეკ ეროვნული ლიგის ფინალში ნამდვილი დრამა. აი წარმოიდგინეთ სეზონის ბოლო 90 წუთი, სადაც ფაქტობრივად ერთი მატჩი წყვეტს აბსოლუტურად ყველაფერს. ტიტულის ბეწ ლიგაში ვინ დარჩება და პირადი მიღწევებიც რა თქმა უნდა. პირველი. დავიწყოთ მთავარით. ბრძოლა ჩემპიონობისთვის. აქ უკვე ნამდვილი დუელია. იბერია 1999 და გორის დილა. ქულებით აბსოლუტურად თანაბრად არიან. ხოდა მთავარი კითხვაც ესაა, ვის დარჩება ტიტული. იცით, იბერიას ყველაფერი თავის ხელში აქვს. ურთიერთო შეხვედრებში უპირატესობა მათ მხარესაა. ასე რომ, გაგრასთან მოგება და ჩემპიონები არიან. დილას კი, დილას სხვის შეცდომაზე და ცოტა სასწაულზეც უწევს ყურება. მეორე ბრძოლა, გადარჩენისთვის. აქაც ცხრილის ბოლოში სიტუაცია მართლა დუხს. თელავი და გარეჟი კი პლეი-ოფში არიან, მაგრამ ბოლო ტური წყვეტს ვინ იქნება მერვე და ვინ მეცხრე. და იცით რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მეცხრე ადგილზე გასული გუნდი ხვდება ლიგა 2-ის ძალიან ამბიციურ სპაიერს. დამიჯერეთ, ეს თითქმის კატასტროფაა. და ბოლოს მესამე. მოდით პირად მიღწევებსაც შევეხოთ. კი ბატონო, ზედა 4-ში თითქმის ყველაფერი დაალაგდა, ტორპედო მესამეა, დინამო მეოთხე. მაგრამ აი ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლა ისევ მიდის. ქუთაისის ტორპედოს ფორვარდი ბიორნ იონსენი 20 გოლით პირველია. და ვნახოთ, შეინარჩუნებს თუ არა ამ უპირატესობას ბოლო მატჩში. ასე რომ, მოკლედ, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, ბოლო ტურის ბოლო წამებზე გაირკვევა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მადლობელი ვიქნებით თქვენი ყოველი ლაიქისთვის.